ძველი ნაგროვებია ეს ყველა ფოდნოსი, ნახე რა სილამაზეა. ძალიან მომწონდა. ახლა იშვიათად იპოვი სადმე და მაშინ შრალხიძე, ნავთლუხში ბევრი იყო და დიდად არაფერი არ ფასობდა. ძალიან იაფად მაქვს შეგროვებული. აი ეს პატარებით, ჭიქების დასალაგებლებიც და ეს ხოხბები, ეს ყვავილები. მე მგონი კერამიკის ფილები უნდა იყოს. ძალიან მომწონს. ბევრი მათ შორის გატეხილია, ნახე. დაბზარულია, მაგრამ რა უჭირს ლამაზია. მაინც ლამაზია. აქაურობას მაინც ასე მართულს გაუკეთებ უკან და ვკიდებ. ძალიან მარტივად. აქაურობას უხდება. აი, ამასაც მართული აქვს უკანა. ჭიქის დასადებებია სინამდვილეში. ეს წვრილმანები იძლევა მე იმ ემოციას, რასაც ადამიანები ასე უშურველად ეწაფებიან. თითქოს ხო არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ვიღაცას გამოედება ემოციაზე. უი მე მქონდა, უი ბებიაჩემს მქონდა, უი ეს სოფელში მქონდა, უი, სულ თელ დღე მესმის. და ეს სიამოვნება ადამიანს, რა თქმა უნდა, გაახარებს. აქ ბევრი სტუმარია ჩვენს კაფეში და ეს კედელი ყველას მოსწონს. აი ჩემი საყვარელი ის არის. ნატურმორტით, ნახე რა ლამაზია ხილით, ძველია ძალიან. მე არ მიყვარს ჩამოტანილი ნივთები, სხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი არასდროს არაფერი არ მქონია. არასდროს არაფერი არ ჩამომიტანია სხვა ქვეყნიდან. აქ მოგროვილია ყველა. ეს ჩიტებიც მიყვარს, ეს ვენახი, ნახე რა ლამაზია. და ეს კედელი რო გაივსო და ვერ დავატიე, მე ჭერზე დავალაგე. ნახე? სანდებოდეთ არ მიში. კარგი, აი ნახე აქაც. სულ მიაბნია ზიამიშა მიაბნია სოყვალ. ლატუნის პატარა კაუჭები აქვს გაკეთებული და იმითაა მიმაგრებული. აქ ნახე? აქ ესენი რუსული ფოდნოსები რომ იყო, ყვავილებიანი ფოდნოსები ისინია. ლანგრები, ქართულად ვთქვათ. რავი, ჩემ ბავშვობა ეგეც. ბებიას ქონდა მოპლასტმასო იყო, არ ვიცი პლასტმასი არ იყო, შეიძლება დაპრესილი მუყაო იყო. დიდი ლამაზი ვარდებით. ისეთებს ვეღარ პოულობთ, მაგრამ ისინი ძალიან მინდა. აღარ შემხვედრია დიდი ხანია, რამდენიმე მაქვს. ეხლა მაჩუკა ჩემმა მეგობარმა ბოლო დროს მომიტანა, მაგრამ იმაზე არ არის ის ვარდები, რომელსაც მე ვეცი. დიდი ვარდებით, სუბუქი იყო. რა მასალა იყო, არ ვიცი, რომ ბაკელიტიან რა. სტუმრებს მოსწონთ, აქ სულ იყურებიან ჭერში და იღებენ ფოტოებს ვხედავ. ყველას გონია დეკორაცია, მაგრამ ამათი ნაყოჩაღარია, აი. აგერ ყმაწვილის მაგალითად. ჩვენს კაფეში დათართხალებული ჭურჭელია. რაც წლების მანძილზე გაატყდა მთლად, რომელიც არ დაიფშნა, რა თქმა უნდა. ამბობენ, რომ გატეხილს ცუდი აურა მოაქვს, არ უნდა გააჩერო ისე ასე. რა ვიცი, მე მაინდა-მაინც არ მჯერა მაგამბის და სულ ვკიდებ, რაც გატყდება, სულ თლად თუ არ დაიფშნა, ცხვირი აქვს მოტეხილი ზოგიერთს. გავხრეტავ ბურღი მაქვს, რომლითაც ადვილად იხვრიტება ფაიფური და ასე ვკიდებ. ხოლმე სულ იღებენ სურათებს, მოსწონთ. გონიათ, რომ განგებაა დაკიდებული სინამდვილეში კაფეში დალეწილი ჭურჭელია, რომელიც ბავშვებმა მოახერხეს და იცი რა, ბევრი მაქვს და ლამაზი ჭურჭელი მაქვს, ყველა მიცის, მიჩვენებია 1000 ჯერ, მაგრამ რო ვზივარ და თხლაშანს რო გაადენს, მაინც გული რეჩხს იზავს, რაღაცა არ მესიამოვნება. არ მიხარია რა თქმა უნდა, რამე რომ გატყდება. არც გული არ მწყდება, მაგრამ მაინც რაღაცა გამებწყნება, გამიბწყნის ხოლმე. ასე მომწონს, რა ვიცი. ზოგი ეჯახება. აქ ასე მართულის ბადია და იმ მართულის ბადეზე ვკიდებ. ეხა სხვა ადგილიდან არ მოვიტან გატეხილ ჭურჭელს, მაგრამ ჩვენთან რომ გატყდება, აქ მივაკიდებ. ვალიას ძაკს დასანახავად. იმიტომ რომ წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ უწევს მაგის გარეცხვა და ამის გარეცხვა არ უყვარს. ხსნის და რეცხავს და სულ მეკითხება, ეს კიდევ იქნება, წელს კიდევ იქნება დეკორაციაში.